კურიერი PS-თან ინტერვიუში ქალი ყვება, რომ მოძალადე ქმარს თავი წლების წინ დააღწია. მოწმე ვადიანი სასჯელის შემთხვევაში ყოფილი ქმრისგან საფრთხეს ელოდება. ამ ადამიანის გამოსვლის შემდგომ და მოგეხსენებათ, რომ უფლება აქვს მიმართოს პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით, ჩვენ არ ვიცი რა ბედი გვეწევა. შესაბამისად, აქედან ვფიქრობ, როგორ შეიძლება ვუშველოთ თავს და ბავშვებს, როგორ შეიძლება გავარიდო ქვეყანას. ვიჯექი პროცესზე და მთლიანად ეს ისტორია ჩემზე გადმოვიტანე. მე რომ ყოფილიყავი მის ადგილზე და ვერ მომესწრო თავის დაღწევა, სადაც მკვლელობა მოხდა, ამ ოთახში ვცხოვრობდით მე და ჩემი შვილი. ეჭვიანობდა კი განუსაზღვრელად ყველაფერზე, ასევე მამამისი აიძულებდა რომ მოსულიყო ჩემთან და აიკრძალა. ეს არ ჩაიცვას, ის არ ჩაიცვას. ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, გამუდმებით ჰქონდა ისეთი წამორტყმები თუ შემორტყმები თუ რაღაცა, კვალის დაუტოვებლად. მიზეზი აქ იყო ზუსტად გენდერი. რომ ქალი ხარ, მისი მეგობრის მეუღლემ დამირეკა და მითხრა უბანში ბიჭებთან დადის და ამბობს, რომ უნდა მოუკლაო, მანიპულირებდა პირველი ბავშვით, ხშირად მიუყანია ფანჯარასთან და უთქვამს, რომ თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მე მინდა, ეს ჩემია და რასაც მინდა იმას უზავ. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ქეთი მიგივე გზა არ გამოიარა, იმიტომ რომ ადამიანები არ იცვლებიან. აშკარად იკვეთება გენდერის ნიშანი. ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ, რა თქმა უნდა, რომ პატარას გვერდში დაუდგე, ჩემს შვილებთან ერთად.